Hi, როგორ ხართ, ჩემო გოგოებო? მართალია ძალიან გვიან გამოვჩნდი, ანუ ზედმეტად გვიან მე თუ ვკითხავთ. მაგრამ ხო, რაღაცა ეგრე გამოვიდა. მოდი მანამდე ჭადრაკს მოვიტან. ესე იგი, გოგოებო, ჩვენ გვაქვს გვაქვს ქათმის ნაწილები, უფრო სწორად, მარიჟ და პაპრიკა შემოვლებული. არ არის ბევრი, მაგრამ რო ვიცმაცნო მაგის აბსოლუტურად საკმარისია, კი არა და ბევრიც. გრილში უნდა შევწვა და მჭადი უნდა ჩავიცხო. იმიტომ რომ მინდა მე და ბევრი არ მინდა რომ გამომივიდეს, მაგრამ იყოს თუნდაც ხვალისთვის. ხო და არაფერი არ მაქვს მისაყოლებელი ქვეყანაზე. დღეს ვლოგი ვერ დაიდო და რატო? მთელი დღე ხალხო გადავყევით კარმის დაყენებას. კარმა გვაჩუქეს, რომელსაც რაც პატრა ნაწილი ქონდა გასაკეთებელი. ხო და მოკეთ გაკეთდა, ხუფი ვყიდეთ. და რო გონია ყველაფერი კარგად არის, თურმე არასწორად მოუციათ ხუფი და არ წავიდა ხუფი და ჭრეს, ეს დილიდან ხდება ეგ ამბავი და ახლა არის ღამის მგონი რავი რომელი საათი და ახლა დაასრულეს. და ხო ისაუცრებ, კარმა აღარ ჩაირთო. გონზე არ ვართ რატო? ძალიან ვერ გაცოფებული. ვეკამათე მერე ჩემს რომ მოდი რა, არ გვინდა, გვეყიდა ადამიანო, გვეყიდა. აი, ანუ 100 ლარზე მეტი უკვე დახარჯა. აი, მაგ რაღაცეებში 100 ლარზე მეტი. ბიჭო, შენც დაამატებდი, კიდე მეც დავამატებდი და გვეყიდა რა ერთი ახალი, იმიტომ რომ ეგ არის ხალხო უკვე ამოსული. არ ამართლებს ეგ რაღაცეები და მოკალი თუ მინდა. ტყუილად ეხა ხო იმას აქნა რა ქვია, ხო? გამოვიდა რომ ტყუილად ვიწვალეთ, ტყუილად ვაკეთეთ, ტყუილად. ბატონო? გინდა? ძალიან ვარ გამწარებული. რა დაემართა, რატო აღარ ჩაირთო, არა და ირთვებოდა გადასარევად, ვერ გავიგეთ. დაყენების დროს რამე დაზიანდა. აი არ ვიცი, უკვე აი ეგ არის. ხასაყარელო, მოიტეხე. აი არ ვიცი რა უნდა. აი რო იტყვი რომ ვითომ ყველაფერი კარგად არის, აი მაშინ ჩამოიქცეს ცა. ბიჭო, გააკეთა ყველაფერი იყო ხალხო იდეალურად, ანუ მართლა იდეალურად ირთვებოდა, მაგრამ მერე რა დაემართა. აზე არა ვართ. ისი აეშალა ნერვები საერთოდ. ხმა აღარ გაეცემოდა, ისეთი ნერვებაშლილი იყო. არ ვიცი თუ ეშველა, რა ვიცი, შეიძლება მინიმალური რაღაცა აქვს დაყენების დროს დაზიანებული, თუ არა და ვიყიდით ბარემ ახალს, ხო, ნუ ძვირი იღირს, რა თქმა უნდა. მაგრამ ბარემ ახალს ვიყიდით, იმიტომ რომ აზრი არა აქვს. ნახე, აკეთებ, ვითომ ცოტა გიჯდება რეალურად, მაგრამ ნახე, ანუ აჩერთუქა ან არა, კაც მარიცით რა დაემართა. მოვზილოთ შვენი მჭადი, რომელსაც გრილში შევაპუწკუნებ, ვაიმე ხალხო. საერთოდ არ ვაპირებდი ეხა ვიდეოს გადაღებას, სიმართლე რომ გითხრათ არ მოგატყობთ, იმიტომ რომ ისეთი გადაღლილი ვარ. ისეთი ნერვიულები ამ კარმამ დღეს გადაგვიყოლა, დავიქაცეთ, დავიხოცეთ იმით, რა ქვია, ამდენი იმით. Facebook-ზე ვათვალიერებ რაღაცებს. და რაღაცა ვიდეო, ალბათ ამზაფხულს გადაღებული, ანუ ჯგუფებს რო დააქვთ მერე ვიღაცისგან წამოღებული, არ ვიცი ვისგან. გოგო ხადაობს, კაფეში ზის, თავის მეგობრებთან ერთად და მიშვერილია კამერა ბავშვზე, რომელიც სავარაუდოდ რუსები იყვნენ, ქართველები არ ჩანდნენ ყოველ შემთხვევაში, რუსები იყვნენ. და ბავშვი მიირთმევს პიურეს. ოღონდ ბავშვი ჩანს ძალიან კარგად.
და მე ესე ატრიალებს სახეს და აქ მაინც აჭამე ქალუხინკალი ბავშვთა ხადაობენ. ბავშვი ჩანს. ხანახეთ. რა თქმა უნდა, რაღაცა კომენტარებს გადავხედეთ, ძალიან საღიაზრე იყო ის რომ ბოდიში ვის შულს იღებ და თან ასაჯაროებ და თან თას. ანუ ღლიცინებ. აი ეგ რაღაც ხალხო ისე მაგიჟებს მე. სხვის შვილებზე ისე მაგიჟებს მსგავსი რაღაცეები. მე ესეთი არც იუმორი ვიცი, სიმართლე გითხრათ. და არც ანუ ჩემთვის ეგ იუმორი არ არის. როცა სხვის შულს ეხები, დებ ნებართვის გარეშე, ანუ რა თქმა უნდა, დედის ნებართვის გარეშე იყო დადებული. სხვათა შორის ისჯება კანონით, და მე რა ძალიან ახლოს ვარ ბოდიში ერთ ვიწვით, ხელებ დავიბანო. ისჯება ხალხო კანონით. და ის მომენტი რომ ხა რუსია და სადენ ახალ შედადებული ვიდეოს მიშუს რომ იმას ასაჯაროებ და რა თქმა უნდა დედას დასცინი ხა ამ შემთხვევაში მშობელს ეგ არ ამართლებს რა უნდა არსებობდეს რამე არ ვიცი საბჭო თუ რა ვიცი ხა ვინ გაკონტროლებს ამას მაგრამ ვინც მსგავს ვიდეოებს რაღაცა დაბლოკოს ხა ეგრეთ ვინ ну ხა ხოსისულელია, მაგრამ ნეტა არსებობდეს ეგეთი რამე, რომ ბლოკავდეს ავტომატურად მსგავს ვიდეოებს და უფრო მეტიც უქმებდეს Facebook-ს რაღაც გარკვეული დროით. რომ აი ეს იყოს ზუსტადაც რომ რაღაცა გატარებული ის, რომ აი იცი რა ამას თუ გაკეთებ ეს გელის და თუ კიდე გააგრძელებ უარესი გელის. რა უფლება გაქვს შეკაიქალო თუ გოგო თუ ბებო თუ პაპა თუ ვინც არ უნდა იყო ხალხო უცხო ადამიანებს აჩვენებ კადრში და ღლიცინებ რომ აქ მეჭაჭაბი ხინკალი და ღლიცინებ იქ რა უფლება გაქვს სხვის შულს რომ ასაჯაროებთ ეხა ხო ზუსტადაც იმიტომ რომ არ იყო ქართველი ამიტომ გაბედეს ამის დაგება თორე თუმცა ეხლა აქაც ხდება მსგავსი რაღაცები და ქართველი ადამიანების ვიდეოებსაც დაატარებენ აქეთ-იქით და იღებენ ასე ნებართვის გარეშე და მე ასაჯაროებენ რამდენიც გინდათ იმდენი ცალკე ტრაგედიაა ეგ და არავინ არაფერს არ აკონტროლებს და ძალიან ცუდია ეგ აი ყველაფერი მეწოდა შიგნით რომ წარმოვიდგინე საკუთარი თავი საკუთარი შვილი რომ წარმოვიდგინე ამ მდგომარეობაში ვიღას ასაჯაროებს ჩემს მარიკოს დაუშვათ ვარ ზღვაზე ჩვენ მივირთმევთ ხინკალს და არ ვიცი რაც გვინდა იმას და ჩემი შვილი მიირთმევს პირობითად შემწვარ კვერცხს ან სპაგეტს სპაგეტსაც არა იქ რა 1000 რამე იქნება მოყრილი და არ შეჭამს ხო კაი იყოს მაგალითად შემწვარი კვერცხი თუნდაც პაკეტი და ამ დროს ვიღაც უღებს აი ჩემ შულს ვიდეოს და ავრცელებს ინტერნეტ სივრცეში რომ მე აქ მაინც ეჭემი ქალო თუ რაღაც არც დავფიქრდები არც დავიწყებ უი და ვაი ეგრევე მივიღებ შესაბამის ზომებს ვისაც ეხება ეს და აუცილებლად ვუჩივლებ იმ ადამიანს, ვინც ჩემი შვილის ვიდეოს სახალიცინოდ აიგდებს და დააპორწიალებს და მე ჩვენ ძალიან კარგად ვიცი თუ ფორიუზე გავარ და მე მილიონი ჯგუფები სადღაც დაათრევენ, კერძო ჯგუფებში ყრიან, საერთო იმეებში, ჩათებში, ამაში და მიდის ერთი ამბავი. ჩვენ ვიცით ეს ხო კარგად. და არაერთხელ კი არა, მე იმდენჯერ გავხდა რომ არ ამის მსხვერპლი ხასისხულელი ამ სიტყვის თქმა, მაგრამ ზოგადად ობიექტივდენჯერ გავხდა რომ აი რავი, რა გითხრათ. თუმცა ხა დოდონას ვიდეოს თუ წაიღებენ, ეგ ძალიან კარგიც არის ჩემთვის, ხო? უნდა წაიღონ და რაც შეიძლება ბერმა უნდა წაიღოს. მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა რამეცია, ხო? კონტენტს უგაჩნია რას ანუ ბავშვზეა საუბარი, რომელიც კონტენტი კი არ არის, ეს რეალობა შენიშნული, ვისაც შენ კი არ უღებ, ვიღაც უღებს და ასაჯაროებს. ანუ რამხელა დონის დეგენერატი უნდა იყო სხვისი შვილის საღლიცინოთ ააგდებინოს სრულიად მილიონ ადამიანს. აი გავარდნილია ფორიუზე და იმდენ ჯგუფებს და არ ვიცი ის გოგონა ვინ არის, ვიღაცა ჯგუფს ეტო.
Facebook-ზე თუ რა ვიცი ხშირად ხართ, სკროლესურს არსებობს არ შეგხვდეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდ ფორიულზე გავარდნილი ეს კონკრეტული ვიდეო. მე მის ადგილას ალბათ ყველას მოვუწოდებდი, რომ წაეშალათ თხოვნით, მიმართავდი ყველას. და ვაღიარებდი იმას, რომ შეცდომა დავუშვი, რომ ბავშვს რა მნიშვნელობა აქვს ეს რუსია, სომეხია, თათარია, ბერძენია, ბავშვია ხალხო. და შენ არ გაქვს მაგის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, უფლება არ გაქვს, რომ პირობითად ჩემი შვილის ვიდეო ათრიო აქეთ იქით. არ გაქვს ამისი არანაირი უფლება. აი მე გეუბნებით მსგავსი რამ რო დავინახო, აუცილებლად ვჩვენებ. აუცილებლად არც დავფიქრდები მაგაზე. და ბევრად მკაცრ ზომებს მივიღებ, ვიდრე ალბათ წარმოუდგენია ვინმეს, იმიტომ რომ ეს არ არის ნებადართული. მე შენება დაგრთე, რომ ჩემს ვიდეო გადავუღო და მე დამცინო, რომ უი, კვერცხს ვაჭიმებ. ამ დროს ბავშვი, რომელიც არაფერს არ ჭამს, ოფიციალურად. ჩემი აუდიტორია ხო საფის ყურში ხართ. ამასთან დაკავშირებით რომ არ ჭამს და ამ დროს ვიღაცა შაშაკოლა მისაჯაროებს ვიდეოს, რომ ბავშვს როგორ ვაჭმეხები კვერცხს, როცა შემიძლია ხინკალი ვაჭამო. უკაცი რაღაც სულ არ უნდა ჩემში შენი ხინკალი. არც ქაბავი. და საერთოდ არაფერი რაში ხორციურევია. და რა ამერე? რის რატო აძლევ შენ თავს იმის უფლებას, რომ ვიდეოები ათრიო. ხალხს დააცინინო, ვიღაცა ტარში დაგიკროს. იმიტომ რომ სხვა ეროვნება და ბუდიში რამ სიტყვის მარე კიდიათ. და რა არის რა მიდგომა? აი თქვენაირებს ხალხო Facebook კი არა, საერთოდ არ უნდა გქონდეთ ტელეფონი. ვინც არ იცით თქვენი საზღვრები რა არის და სხვისი საზღვრები რა არის. საკუთარი ძმისშვილი რო ძმისშვილია ძალიან ბევრი კადრები შემიძლია გაგიზიაროთ, მაგრამ ვერ. იმიტომ რომ არის რაღაცა, რასაც ვერ გადავაბიჯებ, ეს არ არის ჩემი შვილი, ეს არის სხვისი შვილი. მე რა რო ძმისშვილია, სხვისი შვილია. ჩემი შვილი არ არის, ხო? წუთით მირეკავენ. გავჩეთი და თორე თქვენ გონიათ მე არ მინდა ჩემი ძმისშვილი ძალიან ბევრი ვიდეოში გამოვაჩინო, რატო არა. მაგრამ ვერ. ასევე სხვისი შვილიც არიან ადამიანები, ვინც ზუსტად ვიცი, რომ ძალიან დისტანცია ამ თემასთან დაკავშირებით და ხელები ამიწევია. და რა თქმა უნდა, ვერ ვასაჯაროებ. ძალიან ბევრი მასალა შემიძლია თუნდაც ბავშვების გადმოგცეთ ჩემი ვიდეოებიდან, მე ბაღში ვმუშაობ, მაქვს უფლება, არა მაქვს. ამიტომ არის ხოლმე რომ გადარბენაზე რომ ვმუშაობ, ვლოგებს ვერ ვიღებ, რომ ღამის 8-ზე რომ მოვდივარ პირობითად ხო სახლში ხარ, რომ ზღა გადავიღო ეს ვლოგი, მე დავამონტაჟე, მოკლედ. არ არის ეგრე რა, არა გაქვს რაღაცების უფლება და აი ეგ უნდა შეუშვათ ყველამ, რომ არ შეიძლება მით უფრო ხალხო დასცინი მშობელს. მშობელს დასცინი მე აქ მაინც ეჭამე ხინკალი და ბრიცა ვიმსახეს. ანუ მე რომ მშობელი ვიყო და ვნახო ახლა რომ ვიღაცა ხლიცინებს ჩემს ოჯახზე. ნუ აი არა, წარმოდგენა არ მინდა რა შეიძლება რომ მოვიმოქმედო, როცა საქმე ეხება არასრულწლოვანს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა შეიძლება და რა არ შეიძლება. ხა მაგას რა თქმა უნდა თქმა რომ არ შეიძლება, ხო? ეხლა ჩემ რო ვიცი რომ ჩემი დეიდაშვილი არის სასტიკი წინააღმდეგი ვიდეოებში გამოვაჩინო, რაც აბსოლუტურად მისინებაა ხალხო. არ ვაჩენ. და არა მხოლოდ მას, არც მიშვილებს, იმიტომ რომ მე ვიცი რომ არ მოწონს ეს. არ უნდა რა, ეხლა ჭირდება რა, არ აინტერესებს ეხლა ეს ყველაფერი. ისიც არაფერს არ ნიშნავს, ხვდებით? მე ამით სიამოვნებას ვიღებ. და პლუს ამას მე სამსახურია ეს ჩემი პირველადი არის, იმიტომ რომ მე ამით ძირითადი შემოსავალი არ მაქვს და მე ამაზე არ ვარ ორიენტირებული და ამით არ ვარ თავი და ფეხებამდე დამოკიდებული. ჯერ არ მაქვს მე ამისი იმდენი შემოსავალი, რომ
ეს დამოკიდებული ვიყო, ასე რომ თქვა და ჩავთვალო, რომ კი კაც პირველად არ, მაგრამ მე ძალიან დიდ სიამოვნებას მაინტერესებს. ბავშვობიდან მიყვარს კამერასთან მუშაობა. ბავშვობიდან ვგიჟდები ფოტოების გადაღებაზე, მომწონს სხვაც რომ მიიღებს, თუ კარგ ფოტოებს მიიღებს, ცოტა პრეტენზიული ვარ. და ბავშვობიდან ეს ჩემი ძალიან დიდი რაღაცა სიყვარულია კამერასთან მუშაობა, ყოველთვის მომწონდა. და მქონია ბავშვობიდან არაერთხელ შეხება კამერასთან. ამიტომ ეს ძალიან ჩემია, ვიღაცისთვის არც არ ნიშნავს. არათუ ხა თქვენ წარმოიდგინეთ ვიღაცა მე გადამიღოს, ჩუმად ჩემ შვილს გადაუღოს, როგორ მიერთმოს კვერს და დედა ხინკალი მაიძაჭამე და გამომაჭენოს, ნუ აი არ ვიცი. თქვენ რას ფიქრობთ? მეეჭება ვინმე იყოს ამაზე ის რომ მერე რა თქვა, ანუ ნახე პირობითად 100-დან 2 კომენტარიც ვერ ვნახე, ვინც ეთყოდა რომ ვირა კაი გოგო ხარ, კაი რაღაც გადაგიყრი. არ გაგუფლება ყველას ეწერა ეგ და ძალიან მომწონს ეს სახი მიდგომა, მე ძალიან მომწონს. ეხლა აქ მეორე საკითხსაც შევეხები. ოკეი, გუშინ დავდე ვიდეო YouTube-ზე და ხო. ჩემი დეიდაშვილი აქირავებს ბინას თბილისში, გლდანში, მეტროსთან ძალიან ახლოს. $8. ნუ აი Facebook-ზე კომენტარები ახლა. ანუ ვიდეოს აქვს ალბათ 19,000 ნახვა, აი ალბათ არ ვიცი ზუსტად. აი ნუ ვერ წარმოიდგენთ რა ხდება Facebook-ზე. ამდენი ფული თუ მაგ ვიყიდი და ასე თუ მაგ ხალხო. ანუ ნახე, ეგ ხო აი ჩემნერი ფენაზე არ არის გათვლილი ეგეთი ფართები და ეგეთი სახლები ხო არ არის გათვლილი. ვისაც ძლივს 1000 არ აქვს ნორმალურად ხელფასი, რა თქმა უნდა ვერ გადავიხდით. აი თუნდაც ვიძახი რამდენიმე გოგომ რო იცხოვროს, იმას უხილს ძალიან მაგარ სახლში იცხოვროს, რამდენიმე გოგომ და გაიყონ. თუმცა ხშირ შემთხვევაში უფრო უცხოელებზე ეს გათვლილი და არა ნუ ქართველებიც ცოტა უჭერს ასეთ ბინებს გაქირავება. ვაიმე ახმეტელზე მაგ ფასეთი რა ეტყვი რა გგონიათ ხახო ეს ახმეტელი ვერ გავიგე. მეტროსთან ახლოს რა გგონიათ რომ რა არის ეგ ახმეტელი გეხვეწები რა. მაჩუქეთ სიამონები წავალ და ვიცხოვრებ. აი რა გგონიათ. $800 რა თქმა უნდა ეწვირათ ხა $800. დიდი ხომში ამაზე ბევრად პატარა ფართი $450 ადოს ფასები ბინებს. და ხა თქვენ წარმოიდგინეთ 4 ოთახიანი ხალხო 4 ოთახიანი ბინა კორპუსში ახალი გარემონტებული ცხოვრებელი ძალიან კარგი ავეჯით, ძალიან კარგი ტექნიკით. ყველაფრით აღჭურვილს გაბარებენ გასაღებს, უბრალოდ შედი იცხოვრე არაფერი არ გინდა. და უიმედე რა იცვირია ბოდიში ახლა 85 კვადრატში 200 ლარად იშოვით ხალხო ბინას. ნახალუკაში ნესტიანი ოთახები აღარ ქირს $200. 300-დან მაღლა უნდა გაითვალისწინოთ, აქ ისე აიწია ფასებმა და ცოტა გასაკვირია ხოლმე, რომ თვითონ როგორ ვაიმე არ არის ხალხო არაფერი გასაკვირი. ერთ ოთახიანი მოსკოვის პროსპექტის ბოლოს. დღეს განცხადებასაც ვკითხულობდით. ხალხს რა უკურსო მაგაზე ვკითხულობთ, ნახე რა ფასია დასო. $700 ერთ ოთახიანი ბოლოში. ერთ ოთახიანი ხალხო. და როგორ უნდა გიკვირდეს რომ 4 ოთახიანი ხირს $800. ვერ ვხვდები როგორ შეიძლება გიკვირდეს. ვისაც $800 აქვს ის მეტროსთან არის ცხოვრებს, მეტროს ბოდიში არივლის, ანუ არ ჭირდება მეტროსთან ახლოს მილიონერები დადიან მეტროთი. საზღვარგარეთ. ვარსკვლავები რო არიან და რო ეთამაშებიან ეგეთი ხალხი და სხვადასხვა საკაც ბევრი დადის ტრანსპორტი და სულ არ უნდა ისინი მანქანა. და მაგას ვამბობ, ყველაფერზე გაკვირვება და გაგიჟება ხალხო. ჯერ აი ხო არის რომ ისე მისხებ ხელს რა გარემონტებ რომ გასაქირავებლად გინდა. იმდენად ზვიჟები მასალით არის ყველაფერი გაკეთებული რომ აი ხარისხს გააჩნია რომ ქირავდება რაღაც რა არის რითი გაკეთებული რა ვეჯით გას რა ტექნიკა გაკეხა მართლა კარგით რა ხალხო რა კარგით $700 ვერაზიაო გაქირავებულიო სახლიო და გეხვეწების უარ მინდა შენი ვერა რა აღმართები აქაც ყოფნის ნახალუკაში აი მე მაგალითად ვერა არ მიყვარს აი ვიღაც სხვა რო უყვარს კაცო ვერა და წავა რაზია ლაპარაკი ვიღაცა სუარნაში ინახალუკა მე არ მიყვარს მაგალითად
აქაც აღმართია, იქაც ხარა ბარემ აქვე ცხოვრო, სადაც მიყვარს. სადაც დავიბათე და გავისარდე. თორე ვერას წინააღმდეგ კი არა, მაგრამ ზოგადად ვამბობ. რადგან ვერაზია 700, ამათ ალბათ 500-ად უნდა გააქირაო. არ უღირს ამ ადამიანს უფრო დაბალი ფასი და ხა ნუ რა ვიცი, აბა. თიღმის მასივში წაბრძანდით ხალხო, უფრო დაბალი ფასებია. ოღონდ საერთხელ ჩამოხსენით ხოლმე 4 საათის მერე, შევა ქარმეწა გიყოთ, გეხვეწებით რა. ვაიმე, ისეთი კომენტარები დაიწერა დედას გეფიცებით გოგოებო. კითხულობდი და ვერ ვიჯერებდი, რომ ადამიანებს შეუძლებთ გავს კომენტარების წერა. ნუ აი რა გითხრათ. დოდუნაც ბლოგზე გადამოდით მერე და მაგ ვიდეოს ქვეშ, რასაც მე ვამბობ ახლა, ბინის პირველად დაიდო, ჩემს საერთოდ მსგავსი ეგრეთ წოდებული კონტენტის ვიდეო და გამოვშტერდი რა კომენტარები ეწერა. ყველაფერი კი არა დაარეკლამო. აი რატო მაგალითად, ხა აი მაგალითად გეუბნებით. შემომთავაზო, გადამიხადონ თანხა და მითხრან, რომ ბინას აქირავებენ და უნდათ რომ გაავრცელონ. ანუ რატო არ უნდა გადავიღო, ხო არ იცით ვინმე? აი რატო? ეს ხო არ არის ხალხო რა რაღაც ისეთ რაღაცებზე რომ ვაიმე დედა და ეს როგორ ქენიდან რამე საშიშროებას წარმოადგენს ბინის გაქირავება ხალხო იმას ასე უღირს. მეთქი ბოდიში რომ ჩემი დედის და დედაშვილის სახლი გადავარეკლამე, მეთქი ბოდიში რა, აი რატო ხო? და სხვათა შორის ჩემმა დედაშვილმა მითხრა რომ ანუ ხო არ ფიქრებდიო რომ შიგადაშიგ მსგავსი შეკვეთები აი არ ვიცი მართლა დღეს ანუ გავავრცელ კი არ ვიცი და როგორ უნდა ვქნა მსგავსი რაღაცები თუმცა ძალიან კარგი იდეა ხანდახან ამ საქმითაც დაკავდეს ადამიანი იმიტომ რომ რეალურად შემოსავალი გჭირდება ადამიანს მხოლოდ სოციალში აკეთე შენი საქმე გავიგე მაგრამ ანუ ეხა YouTube-დან გავიგე შემოსავალი გაქვს იქიდან რაღაცა შემოსავალი გაქვს იქიდან ბარტერები გაქვს ანუ ხო ხვდებით ხო რისთვის იკლავ თავს რისთვის მუშაობ ხო და ეგ ვერ გაუგიათ ხოლმე რომ ვიღებ გიყვარს და გამხიარულებ და სულ ჩემ ვიდეოებში რეზიხარ და ძალიან მოგწონს ეგ ყველაფერი ხანდახან ის რეკლამა რო დაიდე აიტანე რა გეხვეწები რა სკროლეკაც აი რა პრობლემაა ხო მაგრამ აი არ ვიცი ვერ გავუგი ამ ხალხს აი ეხლა ვინც ჩემი აუდიტორიაა ისინი ძალიან დამიდგნენ ესე ვთქვა და გვერდით და არა მსგავსი რაღაცები არ დაუწერდა აი უფრო ადამიანები ვინც არ არის მაინც და მაინც დიდად შემაყურებელი ზოგი იყო ვთქვა შემაყურებელი იყო ძალიან წამე და მისურვა თუმცა ეძვირად დამიწერეს ეგეც აბსოლუტურად მისაღებია ხო მაგრამ ყველაფერზე გაგიჟება აი არ ვიცი ყველაფერზე ხალხო აი მაგ ყველაფერი კარო დაარეკლამო და რა მოხდა მე მსგავსი ვიდეოები რომ დავარეკლამ აი მართლა გეკითხებით ამაში რა პრობლემა შეიძლება დაინახოთ რომ ადამიანი აქირავებს რაღაცას და უნდა ამის გავრცელება და მე ფულს ავიღებ თუ პამიდორს ჩამომიტანს იაშიკით აი თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ხო მაგრამ თუ მენახეთ აქვს მნიშვნელობა ვიღაცის მე წყალში მეთქი და მე რა ვარ კარგი წყალი მაქვს შედგმული ამით სულ ანუ ამით ხო და ამაში დამეზარა და რაღაც ამით ამოვიჩემე ხლა დავლევ აოსებ შევდგო და სულ მაქვს გრილი წყალი წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა გემშვიდობებით ხოლმე ახლა დროა ჩემს სადილს რა სადილში ბახშებს მივხედა. მქონი ბახშებს აღარ არის ისეთ დროს გავაკეთებ და ისეთ დროს და ამ ვიდეო ჩაწერა დიდი დრო წამართვა ეხა რეალურად აქამდე ყო ჩაყრიდი იმაში რომ მიგიხვალ მომიწეს ამის ჯაბა. ჰაი და დღეს ჩვენ ვკითხულობთ კომპლეს მარიკოს სახის პეიმენტ კარგი ილუსტრაცია სხვათა შორის ვწდები ბიბლოსში ვიყიდე ხო კარგი ილუსტრაციებია ძალიან კომპლექსია ჩემი შვილი გადარეული ამბები პატარებისთვის უკვე როგორც ხედავთ დავაზიანეთ
არა მხოლოდ კომბლი, არამედ სხვა ზღაპრებიც არის, მოდი ვნახოთ. არის კომპლექტი და უხეირო, რომელი წავიკითხოთ დედიკო. კომბლე? აი. ძალიან გიხდება დედა ეს ყელსა. მადლობა. ეხლა შემაჯული. აი ხალხო ბოდიში რა შხაპი მივიღე და ეგრევე არც დავამთავრე გამშვება გამოვკანდი რომ თქვენთვის ვიდეო ჩამეწერა როგორ რაღაც რა მიარამი ხო გვეთო კარგად გყოფოს კარგად გყოფოთ რაზეა ლაპარაკი ხალხო ძალიან გივედრებით რა სადილებს აკეთებთ ხალხო რა ჭამეთ თქვენი ოჯახის წევრები ავტორუჭკა მაგ და ჩამაწერინეთ არ ვიცი რა სუპს გავაკეთებ უიდე და ამ სიცხეში სუპს რა შემაჭმევს ჩიშბიში გავაკეთე გძიტა ორი გადადებული პამიდორი მქონდა მიყვა ეს რა მარაგის გაკეთე ერთი კვერცხი მქონდა ცოტა უდენი მწვანილი ნაზოს გამოვართვი მეზობელს ახლა ვიცოდი ქონდა მაგრამ არ ჭირდებოდა რა ბევრი წიწაკა გამხმარი გძიტა სოფლიდან წამოვიღე და უი და ზეთი ვუქი დავიწყებია ხო რა არა ნიშნულობა აჭამის რატო აჭამის უი დედა ცხელა შვილო ქმარო ოჯახო მე უთხარი ხო გაციეთ და ისე შეჭამეთ რა მეტი რა შევთავაზო ხო ატოშკა შევწუ ზეთა დაიხარჯა კარტოფილა დაიხარჯა ახლა ამ სიცხეში ცხიმიანები როგორ შევჭამოდ ვერ გავიგები უთხარი ხალხო მივაწოდე წყალი აჰა და სვრიპეთ მე უთხარი და თუ გადარჩებით მარტო წყლის მე ვერ გიტყვი ლობიო ჩავადგე ხალხო წითელი ფალო იხარშა და რა იხარშა აუდუღდი აი თმები და ნერვები ერთად მიდიოდა წაჭი იხარშა რა ვიცი რა იყო ამისა და ზის მოიხარშა 3 საათში აוי წადი ახლა ლობიო ჭამო და მოზელილი ამ სიცხეში და მე რა შეგვბერო და მოიცა რა და ეგრე მეუთხარი ხო ჩვენი წუთი სოფელი არ წავაწიდა ახლა მე მოთმინების უნარი მაქვს 2 წუთი მე ხო სწორათა გამიგეთ ხდები დასაბმელი მე ვიყავარ ფსიქიატრი არ მიღებენ ეგ გამაკეათი თვითონ დამატოს ეგრე თვალებს ამოვჭიშკრი და ერბოკოც შევიწვახარ ვინე დამაიდოს აი პროსტა დამაიდოს რა ხელი რა აი ეს პროსტა წამოვწდა არა ხო გამჯდარი რო გაქვს ადამიანს გადმონაშთები ცუდი გადმონაშთები ხო და შაქდა ვიზეზები ხალხო მე ნერვები მეგლიჯება ახლა ყველაფერს პროდუქტებს ვაფუჭებ არ ჭამენ დაო და დამიწერეთ ეთი სახში რა კერძებს აკეთებთ ბურში ხულაპარაკი ზედმეტია რო დავიწყები კუბოსტოს იმას რა ქვია ჭრა და გამოვალაგე ისინი რა ქვია იქ აჭარხალო იქ აი სტაფილო იქ აი იქად კაცი იქად უცი სახლზე წავიდი ჩვენ ვაჟი ჩვენები არა ვარ და ვერ გავიდი ახლა